ესე იგი რაც ამ ნაკვეთზე ახლა ხდება, იგივე ბედი მოელის ყველას, ვინც ელოდება, რომ თავისთვის ვიღაც გამოჩდება და თქვენ გასაკეთებელს მოაწესრიგებს და გააკეთებს თქვენ მაგივრად. აი ასეთი შემოღობილი ტერიტორია დახვდა ადამიანს, რომელსაც მოუძებნეთ მართალია ამდენი წლის შემდეგ ნაკვეთი, მაგრამ ვიღაცას აღარ იყო ტერიტორია და ადგა და შემოზომა მისი ნაკვეთის მიმდებარედ კიდევ დამატებით რეალურად სხვა ადამიანის ნაკვეთი. და ერთი შეხედვით თითქოს აქ დასრულდა ყველაფერი და აქ ასე გადაწყვიტეს, რომ დაემთავრებინათ ამ ნაკვეთის ბედი და ეხლა ამ ადამიანს ჩათვალით აქვს საბუთი, ვიყოფებით ჩვენ თეთრის წყაროში, ეს არის სოფელი წყლულეთი. შახტშენი და საკვირაბშენის მებაღეობა იყო ამ ტერიტორიაზე. და ჩათვალეს, რომ აქ დამთავრდებოდა ყველაფერი. და ერთი შეხედვით ალბათ ბევრისთვის მართლა დასრულებულად შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ არის ასეთი ძალიან საინტერესო გამოსავალი, რომ ვინც ეს ყველაფერი დაუშვა და მოახერხა, რომ აქ ადამიანის საკუთრება გამქრალიყო, როცა ამ ადამიანს ყველანაირი საბუთი აქვს და თუ ჩვენ შეგვიძლია ამის ნახვა შეეძლო რეესტრსაც, უნდა აგოს ამის გამო პასუხი. და პასუხისგება გამოიხატება იმაში, რომ ეს გონება შეფასდება, მისი ღირებულება დაითვლება და ეს ღირებულება როგორც ზიანი ასე მოეთხოვება მარეგისტრირებელს და იგივე მოთხოვნები გააჩნია ყველას. არა აქვს მნიშვნელობა, რომელ რეგიონში ხართ, თუ თქვენი უფლება ნაკვეთზე დასტურდება და რეალურად ეს ნაკვეთი უკვე წაღებული აქვს ან სახელმწიფოს, ან ნებისმიერ ფიზიკურ პირს. და მარეგისტრირებელი არ გააუქმებს რეგისტრაციას, ასეთ შემთხვევაში ნაკვეთის მიღების მაგივრად ალტერნატიულ სიკეთეთ შეგიძლიათ მოითხოვოთ ზიანის ანაზღაურება. და ამგვარად დაიკმაყოფილოთ თქვენი მოთხოვნა. ოღონდ კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს ყველაფერი მოსასწრები გაქვთ 2025 წლის ბოლომდე. 25 წლის შემდეგ ყველა ასეთი ტერიტორია, რომელიც ჯერ კიდევ მიუთვისებელია, საბოლოოდ გახდება სახელმწიფოსი და ეს თქვენი მოთხოვნებიც ასე აურთქლდება. აწდა მარადის. ამიტომ იჩქარეთ, სანამ გაქვთ ჯერ კიდევ დრო და მიიღეთ ან ნაკვეთები, ან მიიღეთ ზიანის ანაზღაურება. როგორც ალტერნატივა საგარეკე ნაკვეთების.